საპარლამენტო უმრავლესობა 31 მარტს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის ფორმატზე შეჯერდა. ოპოზიციის მოთხოვნა ჯერჯერობით გაუთვალისწინებელი დარჩა. დებატები არ გაიმართება. მთავრობის დასწრება კი მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის კეთილნებაზეა დამოკიდებული. როგორია უმრავლესობის, უმცირესობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციები ყოველწლიური ანგარიშის ფორმატზე? სამეო მხარის არგუმენტებს ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში მოვისმენთ. პირველი ჩვენს კითხვებს უმრავლესობიდან დეპუტატი ანი მიროტაძე უპასუხებს. აღამშვიდობისა ქალბატონო ანი, გმადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმები, მოწვევისთვის დიდი მადლობა. მივესალმები თქვენს მაყურებელს. ქალბატონო ანი, გუშინ პოლიცსაბჭოს ხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ დებატები სახეცვლილი ფორმატით გაიმართებოდა. ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, საკითხი პოლიცსაბჭოზე განიხილეს. რატომ ჩავარდა ეს ვარიანტი დღეს? რა არგუმენტები ჰქონდათ დეპუტატებს დებატების გამართვის საწინააღმდეგოდ? ვიდრე გიპასუხებთ ამ კითხვაზე, მინდა აგიხსნათ, რას გულისხმობს ის ფორმატი, რომელზეც შევჯერდით. 31 მარტს პირველ საათზე საქართველოს პრეზიდენტი მობრძანდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, იქნება მისი გამოსვლა, შემდეგ იქნება 11 ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლა, შემდეგ თუ პრეზიდენტს ექნება სურვილი შემაჯამებელი სიტყვითაც გამოვა. მე ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი ყველა პოლიტიკურ ძალას მისცემს იმის შესაძლებლობას დააფიქსიროს თავის პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საგარეო გამოწვევებზე, საშინაო გამოწვევებზე, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს პრეზიდენტი, ასე რომ მე არ ვფიქრობ, რომ პარლამენტში რაიმე თემა დარჩება ისეთი, რომელსაც ვერ ამოწურავთ, ამ თქვა დარჩება რომელიმე კითხვა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას და ამაზე არ იქნება პასუხი. საპირისპირო მოსაზრება აქვს ოპოზიციას. მე მესმის ოპოზიციას უნდა კონდეს საპირისპირო მოსაზრება, თუმცა თუ რაციონალურად გამოიყენებენ მათთვის განკუთვნილ დროს, რომელიც ითვალისწინებს ფრაქციის თავმჯდომარეების გამოსვლას და დარწმუნებული ვარ, რომ კარგად გამოიყენებენ, ვფიქრობ, რომ არც ერთი საკითხი არ იქნება არ დარჩება ისე, რომ არ გაჟღერდეს. ახლა რაც შეეხება იმას, რამ გვაიძულა, არაფერმაც არ გვაიძულა, შევჯერდით იმაზე, რომ ეს ფორმატი არის უფრო მისაღები, უმრავლესობისთვის ეს ფორმატი უფრო მისაღები აღმოჩნდა და მიმაჩნია, რომ მივიღეთ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. არც იმაში არ არის არანაირი ტრაგედია, რომ ოპოზიციისთვის გულისხმობ, რომ არ არის დებატების ფორმატი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ საქართველოს საზოგადო მოქალაქეებს ზოგადად შესაძლებლობა ექნებათ გაარკვიონ კაფიოდ გაიგონ ის მესიჯები, რომელიც წავა საქართველოს პრეზიდენტიდან და საქართველოს პარლამენტიდან, შესაბამისად პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალებისგან. ქალბატონო ანი, რაც შეეხება მთავრობის დასწრებას, როგორც გაირკვა, უმრავლესობა მინისტრთა კაბინეტის მოწვევას არ გეგმავს. რატომ? ჩვენ დავპატიჟეთ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი და ველოდებით საქართველოს პრეზიდენტს ყოველწლიური მოხსენების მოსასმენად. რაც შეეხება პარლამენტი არის ღია ყველასთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, შესაბამისად, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ ის უნდა დაესწროს ამ დღეს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას, ჩვენ რასაკვირველია დავხვდებით შესაბამისად. ახლა მე მინდა გითხრათ, რომ ვინაიდან ეს არის პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა, ჩემთვის პირადად, როგორც დეპუტატისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია ვიცოდე, რას ფიქრობს საქართველოს პირველი პირი, რა გეგმები აქვს მას, როგორი ხედვები აქვს ქვეყნის გამოწვევებთან დაკავშირებით, რა ინიციატივები აქვს, რა შეცდომებს ხედავს, რა არის მისი შემოთავაზებები და ასე შემდეგ. და არა მხოლოდ მე მაინტერესებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას მოსახლეობის აინტერესებს, რას ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი. ასე რომ ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების გამოსვლები პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება და დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული. რაც შეეხება იმას, მიიღებს თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან საქართველოს მოსახლეობა იმ კითხვებზე პასუხს, რომელიც აქვს, თქვენ იცით, რომ უამრავი ფორმატი არსებობს ამისთვის და არ ვფიქრობ, რომ მაინც და მაინც იმიტომ, რომ იმ დღეს აუცილებლად პარლამენტში იმყოფებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მხოლოდ ამიტომ უნდა იყვნენ. ფორმალობა ზოგადად კარგი არ არის, მე მიმაჩნია. როგორ ფიქრობთ, რისი მიმანიშნებელი იქნება თუ თქვენთვის როგორც კანონმდებლისთვის, მოსახლეობისთვის, მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არის პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა, როდესაც გიორგი მარგველაშვილი ერთხელ წარსდგება პარლამენტის წინ, რომ მთავრობის წევრებიც დაესწრონ დარბაზში ამ მოხსენებას. იგივე სახელმწიფოებრივად რამდენად ართებული იქნება თუ ისინი არ დაესწრებიან.
იცით რა არის, ცოტა უფრო დრამატიზებული მგონია მე ხა თქვენი მხრიდან და ზოგადად იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ფიქრობს, რომ აუცილებლად მთავრობა უნდა იმყოფებოდეს ამ დროს დარბაზში. რატომ უნდა იმყოფებოდეს? მაინტერესებს. აკეთებს მოხსენებას საქართველოს პრეზიდენტი. ისმენს პარლამენტი და შესაბამისად საქართველოს მოსახლეობა და შესაბამისად გამოდიან ფრაქციების ხელმძღვანელები, ამას ითვალისწინებს რეგლამენტი. მე პირადად მთავრობის წევრების იქ დასწრებას მხოლოდ იმიტომ, რომ მოისმინონ პრეზიდენტის გამოსვლა და მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტის წევრების გამოსვლა მოისმინონ, მე მაინც და მაინც ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. არა იმიტომ, რომ ვარ უმრავლესობის წარმომადგენელი, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, აი ზოგადად ვერ ვხედავ. ამას უფრო მგონია, რომ აქვს ცოტა ესეთი დატვირთვა. ესეთი გაფორმება შეიძლება დავარქვათ ამას და ხა გაფორმება იმით რომ აუცილებლად იმყოფებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები პარლამენტში ვფიქრობ რომ ეს სწორი არ არის თუ მათი ნება იქნება და ეს არის ზოგადად მათი გადასაწყვეტი ჩვენ კიდევ ერთხელ გეუბნებით როგორც შევთანხმდით აუცილებლად ვუმასპინძლებთ პარლამენტში რაც ზუსტად ვიცით არის ის რომ ველოდებით პრეზიდენტს ვემზადებით პრეზიდენტის დასახვედრად შესაბამისად ძალიან ბევრი თემა იქნება ჩვენი მხრიდან გაშლილი პარლამენტში ამ დღეს და მიმაჩნია რომ საზოგადოებას ძალიან ბევრ კითხვაზე ექნება პასუხი ამ დღეს ზოგადად რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და თქვათ იმ გამოწვევებთან დაკავშირებით რომელიც გვაქვს როგორი არის პრეზიდენტის პოზიცია და როგორია პარლამენტის მადლობა ქალბატონო ანი მიროდაძე უმრავლესობის დეპუტატი საუბრობდა მოამბის ეთერის წარმატებების გისურვებით